ლევან, დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. შენ თქვი, რომ 8 მაისი არის ქართული National Geographic-ის დაბადების დღე. რა მოხდა 8 მაისს, მოგვიყევი? 8 მაისს დასრულდა წელიწადნახევრიანი პროცესი, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა იყო, ეთხოვა ამერიკულ მხარეს, რომ თქვა ჩვენთან წარმოდგენილი ყოფილიყო National Geographic-ი რაღაც გარკვეული ფორმით, იქნებოდა არხები თუ ჟურნალი. წელიწადნახევარი იმუშავა Silk Road Group-მა ამ თემაზე, იმიტომ რომ ის როგორც ბიზნესი ძალიან დაინტერესდა ჟურნალის გამოცემით და ფაქტიურად 8 მაისს მოხდა ხელმოწერა ამერიკულ მხარესა და Silk Road Group შორის იმისათვის, რომ საქართველოში National Geographic-ი გამოვიდეს და წარმომადგენლობითი, ასე ვთქვათ, ოფისი შეიქმნას, რედაქცია პირველ რიგში, რომელიც ჟურნალს გამოუშვებს. ასე რომ 8 მაისი დაბადების დღე არის ქართული National Geographic-ის. რა რაოდენობით გამოქვეყნდება ქართული მასალა National Geographic-ში? პირველ რიგში, პირველ წელიწადს ასეთი პრაქტიკა აქვს, რომ სადღაც ვთქვათ, საშუალოდ 70% არის ხოლმე საერთაშორისო შინაარსი, ანუ ის რაც იბეჭდება ინგლისურში, ის ვრცელდება მთელ მსოფლიოში 70% და დაახლოებით 30% ჟურნალისა იქნება ქართული. A-კლასის ჟურნალი არის, ასეთი დონის ჟურნალი საქართველოში არ შემოსულა ჯერ. ძალიან კონტროლირებადი არის იმ თვალსაზრისით, რომ ხარისხს აკონტროლებენ ძალიან. ამიტომ შესაძლებელია, რომ თქვათ, კიდევ უფრო დაბალი იყოს ქართული ნაწილი თავიდან, სანამ ჩვენ თვითონაც ჩვენი პერსონალი, ჩვენი ჟურნალისტები ცოტა მივეჩვევით აი ამ ხარისხის მოთხოვნას და შემდეგ უკვე შემდეგი წლიდან შესაძლებელია ლაპარაკი აი ამ ქართული 30%-ის უფრო და უფრო ზრდაზე. და როგორ გააკონტროლებენ ქართულ მასალას? პროცესი ესეთი არის, ქართული სტატია იწერება, ის აუცილებლად პირველ რიგში უნდა ჩაჯდეს იმ ეგრეთ წოდებულ გაიდლაინებში, რომელიც მოცემული აქვს, იმიტომ რომ ხარისხი უნდა იყოს დაცული იდეური ხარისხის გულისხმობ მე ამ შემთხვევაში, ანუ უნდა იყოს საქართველოში გენერირებული ქართული ამბავი, რომელიც მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის. ახლა ეს ძალიან რთული ამოცანა არის სხვათა შორის. კი, რა თქმა უნდა, საქართველოში ძალიან ბევრი რამ არის, რაც მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ წელიწადში ერთხელ ამაზე, თვეში ერთხელ ამაზე ლაპარაკი, საკმარისად რთული ამოცანა გვიდგას. შემდეგ ეს სტატია, ესე იგი, ითარგმნება ინგლისურად, იგზავნება ვაშინგტონში, ისინი კითხულობენ და გვეუბნებიან, რომ ეს ღირს გამოქვეყნებათ ან არა. ანუ ეს არის ჩვენი დონე ან არა. ასე რომ პროცესი საკმარისად რთული იქნება, რამდენადაც მე ხვდები. ლევან, ამერიკაში ბევრს ლაპარაკობენ ბეჭდვითი მედიის კრიზისზე და გაქრობაზეც კი. არის თუ არა თქვენ შორის, პარტნიორებს შორის საუბარი ელექტრონულ ვერსიაზე? ცხადია არის. მე ვემხრობი, მე ვარ იმ ადამიანთა რიგში, რომელსაც ჯერა რომ ეს გარდაუვალი პროცესი არის და ბეჭდვითი მედია ნელ-ნელა ალბათ გაქრება, ხა რა თქმა უნდა ვერ ვიტყვი როდის, მაგრამ ნამდვილად, იმიტომ რომ შარშან იყო პირველი წელიწადი, თუ ვთქვათ, გადავხედავთ სერიოზულ კვლევებს, პირველი წელიწადი, როდესაც ელექტრონულმა მედიამ გაუსწრო ბეჭდვითი მედიას გავრცელების თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენ ამას გვერდს ვერ ავუხდით, ცხადია ლიცენზიის პირობებში ჩვენ შევატანინეთ და ჩვენი მოთხოვნით არის ელექტრონული ვერსიის გამოცემაც, ოღონდ ამ თვალსაზრისით სტრატეგიაზე ცოტაჯერ ჩამოყალიბებული არ ვართ, მოლაპარაკებები კიდე მიმდინარეობს, ანუ მარკეტინგული თვალსაზრისით რამდენად სწორი იქნება, თქვათ, ეხლა ამავე ეტაპზე ელექტრონული გამოცემის დაწყება. ამას დრო გვანახებს. ამერიკულ სკოლებში და უნივერსიტეტებში ძალიან ხშირად სასწავლო პროგრამებში ჩართულია ხოლმე National Geographic-ის ფილმები. თუ არის აი ამ ფილმების ლიცენზიების შეძენაზეც ლაპარაკი? ცხადია, რაღაცა გარკვეული ფილმების ლიცენზიების ჩვენების უფლება საგანმანათლებლო კუთხით ჩვენ გვაქვს უკვე ამ კონტრაქტის მიხედვით, თუმცა გაძილებით უფრო გაიშლება და უფრო მარტივი გახდება საკითხი, როდესაც არხების შესყიდვაზე იქნება ლაპარაკი. ანუ არხების ქართული რედაქციისათვის, სწორედ თავად არხები საქართველოში არის და კი, საკალბელო ტელევიზიები აჩვენებენ და Silk.net-ი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამხსელებელია ამისი, უნდა ითქვას. ლევან, ეხლა თბილისში რო დაბრუნდებით, რა არის შემდეგი ეტაპი? პირველი ეტაპი არის ის, რომ უნდა დასრულდეს ბოლოს და ბოლოს ოფისის აწყობა, მთლიანად დაკომპლექტდეს შტატით და ფაქტიურად ამას მაისის ბოლომდე ვაპირებთ ამის დასრულებას და უკვე ივნისიდან ვიწყებთ, მაისის შუიდან ივნისიდან ვიწყებთ, შუაში ვართ უკვე მაისის, მაგრამ ივნისიდან ვიწყებთ უკვე პირველ გამოცემაზე ზრუნვას, 3 თვით ადრე ჩამოდის, ესე იგი, ეგრეთ წოდებული კლიშე, როგორც თვითონ ეძახიან, თავისი ფოტოსურათებით, თავისი ტექსტით და ეს უკვე პროცესი უკვე უნდა დაიწყოს ისე რომ ელმავალი შევაყენოთ ლიანდაგებზე და როდის იქნება პირველი ქართული National Geographic იქნება ოქტომბერში, ძალიან დიდი იმედი მაქვს ამისი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დიდი დრო არის, დიდი დრო ნამდვილად ცოტა არის, იმიტომ რომ ზღვა მასალა არის და თქვა უზარმაზარი სამუშაო არის გასაკეთებელი, ძალიან მაღალი ალბათობით ეს იქნება ოქტომბერში, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. კიდევ ერთხელ გილოცავთ. ქართულ კითხველსაც ულოცავ ესეთი მაღალი დონის ჟურნალის გამოცემას და წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა.
დიდი მადლობა.